წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი მირონ ლუკიის მნათობი ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში, როდესაც ქრისტიანული სამყარო ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იყო და რომის იმპერიის საზღვრებში სულიერი გარდატეხა ვითარდებოდა, მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში, მოევლინა ქვეყნიერებას პიროვნება, რომლის სახელმაც საუკუნეებს გაუძლო. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტების თავმოყრა. იგი წარმოადგენს ისტორიულ, ჰაგიოგრაფიულ ეპოსს, რომელიც მოგვითხრობს ადამიანურ სიკეთესა და ღვთაებრივ ძალას შორის არსებულ განუყოფელ კავშირზე. ყველაფერი დაიწყო მისი კეთილმსახური მშობლების, თეოფანესა და ნონას მხურვალე ლოცვით. მათ შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და აღთქმა დადეს. თუ ნატრა აუსრულდებოდათ, შვილს უფალს მიუთმნიდნენ. ნიკოლოზის დაბადება უკვე პირველივე ნიშნით სასწაულად აღიქმებოდა. მისი მოვლენებისთანავე დედა ხანგრძლივი და მძიმე სნეულებისგან განიკურნა. ჩილობაში გამოვლენილი უჩვეულო ნიშნებიც მიანიშნებდა, რომ სამყაროს განსაკუთრებული მწყემსი მოევლინა. გადმოცემის თანახმად, ნათლის ღებისას ყრმა ემბაში საკუთარი ძალით დაუხმარებლად იდგა. მარხვისადმი მისწრაფება ჯერ კიდევ ჩვილობაში გამოჩნდა. ოთხშაბათსა და პარასკევს იგი მხოლოდ ერთხელ იღებდა დედის რძეს. მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვას აღასრულებდნენ. ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვნებოდა. მისი დღეები ტაძარში გადიოდა, ღამეები კი ლოცვასა და წმინდა წიგნების კითხვაში. მისი ბიძა პათარის ეპისკოპოსი ნიკოლოზი აღფრთოვანებული იყო ძმის წულის სულიერი წინსვლითა და ღვთის მოშიშებით. მან ჯერ მედავითნედ დაადგინა ჭაბუკის შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასმის დღეს მღვდელთ მთავარმა სამწყსოს წინაშე წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა. მე ვხედავ ახალა მომავალ მზეს დედამიწაზე. ტკბილმა ნუგეშებელს მწუხარეთა და ტანჯულთათვის. ბედნიერია ის სამწყსო, რომელსაც იგი დამწყემსავს. იგი განამტკიცებს მათ რწმენაში, ასწავლის სათნო და ღვთის მოშიშ ცხოვრებას. იქნება ყველა გაჭირვებულის შემწე. ბიძამ ნიკოლოზი თავის თანამოღვაწეთ აირჩია და მას მრევლის წინაშე ქადაგება დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და სიბრძნით გამორჩეულმა ახალგაზრდამ მალევე მოიპოვა საყოველთაო პატივისცემა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი მემკვიდრეობა გლახაკებს დაურიგა. სწორედ ამ პერიოდში აღასრულა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კეთილი საქმე. ქალაქში ერთმა შეძლებულმა კაცმა ქონება დაკარგა და გაჭირვების გამო განიზრახა 3 ასული საროსკიპოში გაეგზავნა. შეწუნებულმა ნიკოლოზმა ოჯახი სულიერი დაღუპვისგან იხსნა. ღამით ფარულად ფანჯრიდან 3 კისა ოქრო შეუგდო გაჭირვებულ მამას. იგი ყოველთვის ცდილობდა სიკეთე უჩუმრად ეკეთებინა, რათა მისი ღვაწლი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო ცნობილი. როდესაც პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმში მოსალოცად გაემგზავრა, სამწყსოზე ზრუნვა ნიკოლოზს მიანდო. მოგვიანებით თავადაც მიიღო კურთხევა წმინდა მიწის მოლოცვისთვის. იერუსალიმში ჩასულმა პირველ რიგში გოლგოთას მიაშურა და უფლის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები მოილოცა. სიონის მთაზე ასვლისას გადმოცემით დახშული ტაძრის კარები თავისით გაიღო. ნეტარმა მოინდომა უდაბნოში განმარტოება, მაგრამ ზეციურმა ხმამ სამშობლოში დაბრუნება უბრძანა.
ლუკიაში დაბრუნებული ნიკოლოზი წმინდა სიონად წოდებულ სავანეში დამკვიდრდა. თუმცა უფალმა კვლავ მიანიშნა, რომ მისი მსახურება ერში იყო საჭირო. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა მას სახარება გაუწოდა, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ომოფორი. სწორედ ამ დროს ქალაქ მირონში მთავარ ეპისკოპოსი გარდაიცვალა. ახალი მღვდელმთავრის არჩევისას ეპისკოპოსები მარხვასა და ლოცვას მიეცნენ. ერთ-ერთ მათგანს გამოცხადებით ეუწყა, რომ პირველი ადამიანი, ვინც დილით ტაძარში შევიდოდა, უფლის რჩეული იქნებოდა. ეს ადამიანი ნიკოლოზი აღმოჩნდა. ხალხმა სიხარულით მიიღო ახალი მწყემსი, რომელიც თავად სული წმინდა სცხო. მირონ ლუკიის ეპისკოპოსად დადგენის შემდეგაც ნიკოლოზი სიმდაბლითა და სიმშვიდით აგრძელებდა ცხოვრებას. თუმცა მალე დადგა მძიმე ჟამი. იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმინდა ნიკოლოზი არ შეუშინდა განსაცდელს, ახოვნად ქადაგებდა და ამის გამო შეიპყრეს. საპყრობილეში იგი დიდხანს ყავდათ გამოწყდეული. მოთმინებით იტანდა ტანჯვას და სხვებსაც განამტკიცებდა. მხოლოდ კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ დაუბრუნდა თავის კათედრას. 325 წელს ნიკოლოზი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ნიკეაში. იქ მან განსაკუთრებული სიმტკიცე გამოიჩინა ერეტიკოს არიოზის წინააღმდეგ, რომელმაც ღმერთი დაგმო. გადმოცემით, ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ბილწსიტყვაობას და არიოს კვერთხი ჩაარტყა, რის გამოც დროებით ხარისხი აღყარეს. თუმცა კრების მამებმა საღვთო ჩვენებით იხილეს მაცხოვარი და ღვთისმშობელი ნიკოლოზის გვერდით და იგი კვლავ პატივში აღადგინეს. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო მისი ჩარევა მაშინ, როდესაც ქალაქის მმართველებმა სამ კაცს უსამართლოდ მიუსაჯა სიკვდილი. მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს. ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა, რითაც უდანაშაულონი იხსნა. ამ მოვლენას იმპერატორის მიერ გამოგზავნილი მხედართ მთავრებიც შეესწრე. ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანი. მოგვიანებით, როდესაც თავად ეს მხედართ მთავრები ცილისწამების მსხვერპლი გახდნენ და კონსტანტინემ მათი სიკვდილით დასჯა ბრძანა, მათ ლოცვით წმინდა ნიკოლოზს მიმართეს. ნეტარი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა იმპერატორს და მათი განთავისუფლება უბრძანა. წმინდა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და სავარაუდოდ 343 წელს გარდაიცვალა. მისი მირონმდინარე ნაწილები მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს. გარდაცვალების შემდეგაც იგი დაუცხრომლად ეწევა ადამიანებს, კურნავს სნეულებს, ათავისუფლებს ეშმაკეულებს, მფარველობს მოგზაურებსა და ზღვაში განსაცდელში მყოფთ. მისი ღვაწლი და სასწაულები ამოუწურავია. იგი დღემდე რჩება ახალ მზედ, რომელიც კაცობრიობას სიკეთითა და სამართლიანობით ანათებს. ამბობენ, ვერავინ შეძლებს მისი სასწაულების სრულად აღრიცხვას. რამდენ პატიმარს გაუღო კარი, რამდენ მშიერს დაუპურა გული და რამდენ უიმედოს დაუბრუნა რწმენა. წმინდა ნიკოლოზის სახელი დღესაც იმედის სინონიმია. მისი ცხოვრება კი გზამკვლევი ყოველი ადამიანისათვის, ვინც სიყვარულსა და მოწყალებაში ეძებს ჭეშმარიტებას. მისი ხსენების დღე 19 დეკემბერი მთელ მსოფლიოს ახსენებს, რომ ფარულად ჩადენილი სიკეთეც მარადიულობისკენ პოულობს გზას. მღვდელმთავარი ნიკოლოზი კვლავაც დგას მლოცველთა გვერდით, როგორც უძლეველი მეოხე და საკვირველთ მოქმედი, რომლის მადლი არასოდეს ილევა. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე და მირზა ცხოიძე.
მონტაჟის და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.